მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვის გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც გვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე მოძებნოთ შეგიძლიათ ჩვენი არხი YouTube-ზეც და იქაც გვიყუროთ პირდაპირ ეთერში. ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულების ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ოსალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა. ძვირფასო მინისტრო, მადლობას გიხდით 2026 წლის 18 თებერვლის წერილისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის გაგზავნილი დოკუმენტისთვის და ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, რომლის მიღებას უახლეს პერიოდში იგეგმებაო. დღემდე ევროკავშირმა სიაში შეიყვანა რაღაცა ჩამოთვლილია რამდენი გემი და ასე შემდეგ, წერილი გრძელია, ბოლომდე არ წაგიკითხავთ, უნებრივია ოსალივანი განმარტავს, რომ ჩილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლა არ შემიფარგლება მხოლოდ გემების დასანქცირებით, ის მოითხოვს ყოვლისმომცემ მიდგომას, რომელიც მიმართულია მთელ ლოგისტიკურ ჯაჭვზე და უფრო ფართო ეკოსისტემაზე და ის ამბობს, რომ ასეთ რამესო თავდაპირველად ჩამოთავაზული იყო საქართველოში მდებარე ყულების სპორტის სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო ჩართვა რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების სპორტში შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია ხელახლა შეფასდა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმებით თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველოს არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას. ასევე სოკარის ვალდებულებას, რომ ის თავის საქმიანობას განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის რუსული ნედლი ნავთობისა და ასეთი ნავთობისგან დამზადებული რაფინირებული პროდუქტების ფასების ლიმიტისა და ევროკავშირის მიერ იმპორტის აკრძალვის დაცვითო. რა თქვა ამ განცხადებაში ხელისუფლებამ ეს წერილი გაიგო ასე და მიაწოდა თავის ასე ვთქვათ ამომრჩეველს, რომ აი ყველაფერი დეზინფორმაცია იყო, რასაც აქამდე ოპოზიცია ავრცელებდა ყულების სპორტთან დაკავშირებით. რომან გაცერიძე არის ჩვენი პირველი სტუმარი ამ თემაზე. მეორე სტუმარი კი იქნება ლაშა ფარულავა. ესე ორივე ადამიანი ბევრს საუბრობდა ყულების ტერმინალზე, მის დასანქცირებაზე. მივესალმებით ბატონ რომანს, გამარჯობა ბატონ რომან. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა პასუხის გაქვთ ხელისუფლების განცხადებაზე, რომ დეზინფორმაცია არის, იყო თავიდანვე, როდესაც საუბრობდით, რომ რაღაც ყულებში უკანონობა ხდება? უტიფარი განცხადებაა და აი დაიმახსოვრეთ ახლა აი ჩემი სიტყვები ახლა ვსაუბრობ იმედს აუცილებლად დაასანქცირებს ადრეთუგვიან ევროკავშირი და ამ დასანქცირებაში ერთ-ერთი არგუმენტი იქნება თუნდაც ის რაც იმედმა დღეს გააკეთა ევროკავშირის აი ეს წერილი რომ წერილიდან ამოჭრა რაღაცა ასე ვთქვათ ნაწილი და თქვა რომ ევროკავშირმა ყულების სპორტი არ დაასანქცირა მტკიცებულებათა არარსებობის გამო. ამის მსგავსი არაფერი არ არის და ფაქტობრივად ამით იცავს ის რუსული ნავთობის სანქციების გვერდისავლით მიწოდებას იცავს რუსეთს იცავს რუსულ ქარხანას რომელიც შენდება ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რომლის ასე ვთქვათ მშენებლობის შემდეგ ატყდა ეს ამბავი და ამის შემდეგ ატყდა საქართველოში ლამეზე პირველ ათეულში შევიდა მალტა საექსპორტო სახელმწიფოებს შორის ვინაიდან თურმე ჩვენ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანად ვიქეცით ქვეყანას რომელსაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ აქვს და ამას ყველაფერს იცავს იმედი და რა თქმა უნდა მთავრობისა და აი ამ იმის აქია ეგრეთ წოდებული პარლამენტის დავალები და ცრუ პროპაგანდაში რუსეთის სასარგებლოდ მონაწილეობაში როგორც დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ეს სიტყვები იქნება მათ გამოყენებული ეს წერილი არის უკიდურესად მკაცრი არა დიპლომატიური ენით თუ ამას ბოლოსკენ გააგრძელებთ შეიძლება ითქვას რომ უქარაც კი არის რომ არ გაბედოთ რუსეთის სანქცირებული არათუ გემები და ასე ვთქვათ ყულები და სხვა პორტები არამედ არ გაბედოთ ტრანზაქციები ჩამოთვლილია რუსული ასე ვთქვათ სისტემები როგორც არის პლასტიკური ბარათების სისტემა მირი რომელსაც ქვია ასევე SWIFT-ის მაგვარი შიდა ანგარიშორების ორგანიზაცია აქვს რუსეთს აი ჩინეთს შევერთა ახლა 4 ქართული ბანკი აი ჩინეთსაც მასეთი აქვს
და ჩინეთზე დღესაც ჯერ არაა საუბარი, მაგრამ თუ დაეხმარება რუსეთს სანქციების გოდის აავლაში, ჩინეთთან ანგარიშორებასაც კი სანქციები დაედება, 4 ბანკი უკვე გაწევრიანდაო, როგორც თურნავამ განაცხადა ქართულში რაღაც კონფერენციაზე. ანუ რუსული სისტემებია ჩამოთვლილი და გავრთხილებული არის ფინანსური სისტემები, ასე ინსტიტუტები, ანუ პირდაპირ ბანკები. თუ ურთიერთობებს იქონიებთ რუსეთთან დაკავშირებულ, ასე ვთქვათ, პირებთან, რომლებიც შემჩნეულია სანქციების გადასავლაში, ამ შემთხვევაში უკვე იმედი პირდაპირ დასანქციონებულია და საუბარიც ზედმეტია, რომ იმედს არასდროს არც ლარის და არც დოლარის ანგარიში ბანკებში არ ექნება. და ანუ არის თანაც არის სერიოზული გავრთხილება, ასეთი სიტყვებია ნახმარი, გავრთხილებთ რამდენჯერმე. ანუ ამ წერილის მთელი შინაარსი არის ის, რომ არ დაგასანქცირებთ და გაპატიეთ ვინაიდან თქვენ მოიბოდიშეთ და იღებთ ვალდებულებას. იქ შესავალში როგორც თქვენ წაიკითხებთ, რომ საქართველოს მხარემ და ასევე სოკარმა აიღო ვალდებულება. ეს არის სამართლებრივი პოლიტიკური შეფასება, მაგრამ რეალურად რატომ არ სანქცირდება? არ სანქცირდება, იმიტომ რომ აზერბაიჯანის ნავთობ, ასე ვთქვათ, ინდუსტრია გაჩერდება. აზერბაიჯანს თავისი ნედლი ნავთობი გააქვს საქართველოს გავლით ბაქო-თბილისში, ჯეიხანით, ანუ მილსადენით, ხოლო მის მიერ წარმოებული ყველა პროდუქცია, დიზელის აწვავი, სავიაჩე ნავთი, თუ შორეული ნავთი, ბენზინი, მაზუტი, ანუ ნავთობ პროდუქტი, რასაც ქვია, უდიდესი ნაწილი გააქვს ყულევიდან. ყულევი ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფოს, მისი სახელმწიფო კომპანიის სოკარის სახით. და ეს სოკარიც ჩაითრიეს თაღლითობაში. საქართველოს მთავრობის აი ამ მიერ დაფინანსებული ამ მშენებარე რუსული ნავთობსადენის მეშვეობით და პასუხისმგებლობა საქართველოსაც არის, რომელიც იურისდიქციაში ესპორტი სოკარზეც არის და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა არის იმ მშენებარე და ჯერ არ არსებულ ნავთობ ქარხანაზე, რომელმაც იანვარში და ნოემბერ, დეკემბერ, იანვარში 116 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი გაიტანა ევროპაში. ეს მალტაში და კვიპროსში და უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტები, რომელსაც ვერ აწარმოებს, ანუ რუსული. შემოვიდა რუსული, გაფორმდა ქაღალდზე, გადაისხა ერთ გემში, წავიდა მეორე გემით და ამ თაღლითობაში ნაღები ვიღაცამ აიღო და არავითარი ფული არც ეკონომიკას დარჩა, არც ბიუჯეტში შევიდა 110 მილიონი დოლარი, ეს არის 300 მილიონი ლარი. 300 მილიონი ლარის პროდუქცია, რომელიც წარმოო დიზელის აწვავი, ან ბენზინი დაახლოებით სულ მცირე 60 მილიონი ლარის ხელფასი უნდა გაიცეს. იქ მუშები არც კი მუშაობენ მშენებლობაში არიან რაღაც დაკავებული, რომ მიყვიდეთ 5 კაცს უნდა ინახავთ. და მე დღეგ რამდენი უნდა შევიდეს ბიუჯეტში შევიდა ამ დღეგ. ან მუშებმა 60 მილიონი მიიღეს, ან იმ 60 მილიონიდან 15 მილიონამდე გადარიცხეს საშემოსავლო გადასახადი. მთელი ეს აფიორა ვლინდება მხოლოდ ერთი მაჩვენებლით, რომელსაც ქვია საქართველოს ექსპორტის სტატისტიკა და რომელსაც გვერდს ვერ აულის. ხო, ანუ გამოდის, რომ ნუ ევროკავშირმა ამ ეტაპზე თვალი დახუჭა ამ ყველაფერზე, ხო? არა, მათ არ უთქვამთ, რომ მათ პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ ვიღებთ ხედველობაში თქვენს დაპირებას. სიტყვა დაპირება არის ნახსენები და ვალდებულების აღება არის ნახსენები, რომ მეორეჯერ ამას არ გაემეორებ. სიამლეში, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ფაქტორი იყო. ვითომეტეს ერთი თვის წინ აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდა სომხეთ, აზერბაიჯანში იყო დიდი, ასე ვთქვათ, გეოეკონომიკური პროექტები, იგეგმება. ფავორიტი ქვეყნები გახდა ტრამპისთვის ერთის და მეორეს და ტრამპი რომ ამბობს, რა ომი დავამთავრებო, ამ ომში ერთ-ერთი ესეც მოიაზრება, თუმცა ეს ომი ერთ-ერთი დამთავრდა, მაგრამ ტრამპს უყვარს ხოლმე ომების ჩამოთვლა და გამარჯვებების ასე ვთქვათ მიწერა, მაგრამ ეს ჯანდაბას, მაგრამ და გარდა ამისა, აგერ უკვე თავად ამერიკა და პრეზიდენტი ამბობს, რომ შეიძლება ირანში მიმდინარე აი ამ საუბარი მოქმედებების შემდეგ, როდესაც მსოფლიოში უკვე დაიწყო ენერგეტიკული კრიზისი და ორმოზის სრუტიდან სადაც 80% ნავთობის ჩინეთში მიდის და გაზით კი მარაგდება მთელი ევროპა, უზარმაზარი პრობლემა შეიქმნა ყატარში. თხევადი გაზის აი ამ იმის ქარხის დაბომბვის შემდეგ და როგორც ამბობენ 2 წლის განმავლობაში ვერ ამუშავდება და დიდი კრიზისი ელის ბრიტანეთს. ევროკავშირს მეტნაკლებად შევსებული აქვს გაზის საწავები და იმდენად არ არის პრობლემა, თანაც დათვა უკვე და გაზი იმ რაოდენობით უკვე არ მოიხმარება. ასეთ ვითარებაში როდესაც იმაზეც ყია საუბარი, რომ რუსული ნავთობი დროებით გავათავისუფლოთ სანქციებისაგან, რა თქმა უნდა, ყულევის და აზერბაიჯანული ნავთობის დასანქცირება ამ ლოგიკითაც რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო
და თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამ ომში აზერბაიჯანს სერიოზული პოლიტიკური დივიდენდები უჭირავს ხელში ირანის მეზობელ სახელმწიფოს. ირანში 20 მილიონამდე აზერბაიჯანელი ეთნიკური აზერბაიჯანელი არის და აგერ ირანმა აზერბაიჯანს კი დაბომბა, ორი ბომბი ბალახჩოვანში ჩამოაგდა. ამიტომ აზერბაიჯანს ამ მომენტში ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არავინ დაასანქცირებდა და ამით გადარჩა ყოლევი და ამით გადარჩა ის ქარხანა, რომელიც ისე მიმეორებ ჯერად მშენებარე ქარხანა, რომელიც ვერაფერს ვერ აწარმოებს ფიზიკურად და ქაღალდზე გახდა საქართველოში ნომერ პირველი ნავთობის ექსპორტიორი თანაც ევროკავშირის ქვეყნებში. შარშან ნოემბერ-დეკემბერში გიბრალტარში და მალტაში გაიტანა და ემირატებშიაც კი წაიღო. ანუ წარმოგიდგენია რა ხარისხის ბენზინი ან დიზელის საწვავი უნდა აწარმოოს ამ არარსებულმა ქარხანამ. გაიტანეს ან აზერბაიჯანული ან რუსული. და ეს გემები რო შემოვიდა, ვიცით დასანქცირებული გემები. გემები სანქციებში არის. ის ანუ ეხლა ამ პირობის აღება და დადება ქართულოსების მხრიდან, რა ვთქვათ, ამ ყველაფერს არ გააკეთებს, ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რასაც აქამდე უარს ამბობდნენ ხოლმე. რა თქმა უნდა, უნებრივია, იმიტომ რომ რომელიმე დასანქცირებული გემის ან სანქცია დადებული კომპანიის ნავთობი რო შემოვიდეს, ეხლა ამ შემოვიდა რუსნეფტის ნავთობი იყო ეს, არა როსნეფტი ეს გიგანტური კომპანია, რომელიც დასანქცირდა, მაგრამ კაცმანეთის ბოლომდე გადავადებები მოხდა უამრავი და ლუკოილის ნავთობგაზამართლების სადგური, მათ შორისაც საქართველოშია 60-მდე სადგური, ერთი წელია უნდა გაკეთებულიყო და აპრილის ბოლომდე გადაუვადა ტრამპმა ისევ. აი ამ ასე ვთქვათ, ვაჭრობისა და ამის მიხედვით. ნუ არათანმიმდევრულია თავად ამერიკის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში დაასანქცირა როსნეფტი და ეგ ვერ გავიგეთ ბოლომდე არ დასანქცირებულ თუ არა და ლუკოილი მუშაობს საქართველოში, თუმცა გაიყიდება ეს. უბრალოდ რაღაცა ამ კრიზისურ ვითარებაში გადავადებებს აკეთებს. და ამიტომ ის რუსნეფტი იმიტომ ახსენე, რომ რუსნეფტი მაშინ როდესაც შემოიტანა იმ გემმა ესაწვავი არ იყო დასანქცირებული. გემი ყოფილა აგერ რაც ჩვენთან დაიარებოდა და ასვეთი დასწონდა რომ შემოიტანა და რომ მოადგა ყულევს. უამრავი სიუჟეტი იყო ტელევიზიაში და ატეხა ხმაური ხალხმა რომ აგერ სისხლიან ფულს შეულობს ეს ხალხი. ეკონომიკას რო ადგებოდეს რაიმე კიდე ხო, მაგრამ არა არავის არც ეკონომიკაში შედება სისხლიანი ფული უკრაინელი ბავშვების და მოხუცების ჯარისკაცების და იმის დახოცვის იმით შედეგებული ფული, მაგრამ ახლა ერთი მუჭა ოცნებას გარშემოყვეული ვიღაცები ნაღებს იღებენ, იმიტომ რომ შემოვიდა რუსული ნავთობი ჩაისხა ყოლების იმაში აღზევში, აი ამ ტერმინალში ყოლების პორტი, პირობითია ყოლები არ არის პორტი. ყოლები არის ნავთობსაცავები, ცისტერნების, ასე ვთქვათ, სისტემა, ტერმინალია, სადაც რკინიგზის გაგრძელება. მოდის აზერბაიჯანიდან ეს ეშელონები ავსებენ აი ამას ნავთობპროდუქტებს გადამუშავებულს, თუმცა ნავთობიც არის მცირე რაოდენობით, თურქმენეთის, ყაზახეთის, თავად აზერბაიჯანის ხო ძალიან მცირე რაოდენობით, და ისე როგორც კი აზერბაიჯანს გააქვს თავისი ნავთობი, ბატონო, უბრალოდ მე იმიტომ კითხეთ ამ დასანქცირებაზე, რომ ხელისუფლება გასულ თქვენ ამბობდა, რომ ჩვენ თუ შეუერთებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ეს ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას, დაძაბულობას, შლამის ომს გამოიწვევს, ამბობდა და ეხლა რა გამოდის შეუერთდნენ, ანუ ეს შეიძლება ასე გავიგოთ? ამ განცხადების მე ბატონოს მედიაში გავცელდა მხოლოდ ეს ნაწილი, რაც ყოლებს ეხება. მაგრამ ყოლების გარდა ეს წერილი გაცდა უკვე სხვა და სხვა თემები არის. იქ უკვე ყოლების გარდა საუბარია, რომ თუ კი გაბედავთ და ევროპაში რაიმე სანქცირებული თურქები შევა, ორმაგი დანიშნულების, იქ წერია მათ შორის სამხედრო დანიშნულების, ანუ პირდაპირ მინიშნებებია რა ხდება საქართველოში და განსაკუთრებით საბანკო სისტემაზეა საუბარი. თუ კი აღმოჩნდება, რომ საქართველოს საბანკო სისტემა გამოყენებული იქნება ნებისმიერი გზით, უკვე ეს გებებს და ყოლებს გაცდა სანქციების გვერდის ასავლელად, გავფრთხილებთ, კიდევ და გადაიკითხეთ, გავფრთხილებთ არის რამდენჯერ ნახვარი. ჯიმი არადიპლომატიური ტონით. და თანაც პირდაპირ არის საუბარი მის თაობაზე, რომ უკვე ეს არა მარტო ფინანსურ სისტემასაც ეხება, უკვე სხვა რაღაცებია ვაჭრობასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. ამიტომ საქართველო დათანხმდა მთელს ამ პაკეტს. ყოლები ვისა ერთი წამით ვერაფერ არ დავამჩნდეს ყოლებს მის ქარხანას აშენებს
სამი ბანკის წესით არის აღებული. ამ ევროკავშირის განცხადებაში წერია ის ბანკები, რომლებიც ურთიერთობას დაიჭერენ იმ კომპანიასთან, რომელიც რუსეთის სანქციებს ეხმარება, ამ შემთხვევაში ნავთობზეა საუბარი. ქართულ ბანკი, ჩინური ბაზის ბანკი და ყაზახური ხალიქ ბანკი. რაღაც ფორმით რუსული ასე ვთქვათ კონსორციუმია შექმნილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამას კი სინდიცირებული სინდიკატია, სინდიცირებული სამ მხარემ დადო ფული. ამან ეს არასდროს ფული არ ქონიათ ამ რუსეთის მოქალაქეებს, ვინც არის და ამ საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც ამ ყოლებში აშენებს ამ იმას რა ქვია ნავთობქარხანას, თავრობამ $3 მილიონი ჩადო თავიდანვე, ახლა ერთი თვის წინ როდესაც შეყიდელაობენ და ქარხანა ვერ გაუხსნიათ, კიდე $5 მილიონი დაუმატა ჩვენი ბიუჯეტიდან თავრობამ. ანუ 4 სუბიექტი ყავს ამას. 3 ბანკი და 1 საქართველოს მთავრობა. ამ ბანკების სხვა განგარისწორება უკვე ეს ბანკები პირდაპირ ქართულ და ეს 3 ბანკი მოექცევა სანქციების ქვეშ თუ ყურლების ამ ქარხანამ გააგრძელა ეს ოპერაციები. ამიტომ ივანიშვილი იმედს არ დაეხმარა და რუხაძე თავის ყოფილი იმედს არ დაეხმარა და ანგარიშები დაუხურა და ივანიშვილი თავის ქართულს გაწირავს ახლა ამ ქარხნის გამო, ამიტომ ვერ გაბედავს. თუ გაბედეს, მამას აუცილებლად ამ ქარხანას ეკნება TBC ბანკში გაწელი ანგარიში და საქართველოს ბანკში. არ არსებობს დიდი კომპანია ამ ორ ბანკში რომ ანგარიში არ უბრალოდ ბოლოს მინდა აუცილებლად მოვასწროთ იგილხილზეც საუბარი თქვენთან ერთად. თქვენ ნახეთ რომ პრემიერ-მინისტრმა იმედის ეთერში ისაუბრა ამ პროექტზე და ფაქტურად დაადასტურა რომ რაღაც ნაწილი 6.6 მილიარდიდან ფული ინვესტიციის სახით კი არ შემოვა, უბრალოდ ჰაერი გაიყიდება და ქართველები რა ფულსაც ჩადებენ, ანუ როცა ბინებს იყიდიან, ამით აშენდება, მაგრამ ამ დროს თქვა რომ ეს არ ნიშნავს რომ მთლიანად ასე იქნება, იმიტომ რომ იქ სასტუმროები უნდა აშენდეს, კეთილმოეწყოს და ძალიან დიდი ნაწილი შემოვა როგორც ინვესტიციაა. რისი თქმა შეგიძლიათ ამ განცხადებაზე? თავად აღიარეს რომ უკვე ლექსიკას სუნიან, სულ 6.6 მილიარდი ინვესტიცია. ეხლა ამბობენ, არა, ინვესტიცია კი არაა. აქვე იმას რო ქვია, ბანკიდან შესვაიღებს და ამას გავყიდით და მე მთლიანად აი ეს ბინები და სასტუმროები რომ გაიყიდებაო, ეს იქნება 6.6 მილიარდის. თუმცა ამასაც არ ამბობს, საიდან გამოდის 11 მილიარდიო. მე უკვე ინვესტიციას უკვე არ ახსენებენ. ამბობენ ეკონომიკაში წვლილი 11 მილიარდი მშპ-ში გაიზრდება. ამდენი დასაქმება, ამდენი უკვე ნელ-ნელა ეს სიტყვა ინვესტიცია უკვე მაგ არავითარი ინვესტორი ეს არ არის, ფული არ აქვს, როგორც ჩანს. ეს არის პატარა სამშენებლო კომპანია დუბაის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ის ხსენება MR ფონდის მოკვდა 35 მილიარდიანი ფონდი შემოდის და რეკლამები გადიოდა და მოატყუეს MR ფონდი არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელსაც არავითარი კავშირი იგილხილთან არაა, გარდა იმისა, რომ მისი დამფუძნებელი ერთდროს იყო ამის MR-ის დირექტორი. აი შენ რომ სადაც მუშაობდი ახლა და რომ გამოხვიდე და თქვა რომ მშენებლობა რომ დაიწყო და თქვა რომ ტელეპარლიტრა აშენებს იმას კორპუსებს. აშენებს დაშოში ტელეპარლიტრაში მუშაობ, თორე კორპუსს აშენებს შენი უდული ფირმა და ახლა და ასე იტყუებოდნენ. და თავარი რაც გამოჩნდა რომ არავითარ ინვესტიციის ჩადებას არ აპირებენ. ერთადერთი ინვესტიცია არის ჩვენი მიწა. უზარმაზარი ტერიტორია ორი ქალაქის, ერთი მცხეთის ქალაქის და ქალაქის შენდება რუსეთსა და თბილისის შორის 100%-იანი სამოსახლო ასე ვთქვათ ტერიტორიას არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა. ბათუმში კიდე გონიოში თუ შეიძლება თქვა, რომ აი ტურისტებიც იყიდიან და სეზონურად ჩამოვლენ, ეს არის ცხელი და ცივი ქვეყნებიდან უცხოელი მოქალაქეების გადმოსახლების პროგრამა. ხო და არა აი უმეტესობაო ამ ბინებიდან რაც გაიყიდა 60% ქართველებმა იყიდესო? რამდენი გაიყიდა? 180-ვიდან გაიყიდაო? და 180% რამდენია? 180? 16,000-დან გაიყიდა ჯერჯერობით 180. ხო, 16,000-დან გაიყიდა 180 და ქართველებმა 16,000 ვინის კვადრატული მეტრი 3,500 შეძენის რომელ ქართველსა? რუსულ აზიური, ასე ვთქვათ, ქალაქი შენდება, თანაც ეს კოტეჯური, ეს სათამჯენები და მაღალი შენებები რომ იყოს, კიდე სხვა, მართლა შეიძლება სეზონურად და ბათუმში რო არის ორბი და რაღაცები, დიდი კორპუსები, იქ მართლა წედულობენ და მე სეზონზე ჩამოდიან და თუ არ ჩამოდიან, აქ ირავებენ და სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ინვესტიციაა იქ და ორსართულიანი კოტეჯებია. ადამა და მე რეკლამები გადის პენსიონერებო თქვენი ცხოვრების ბოლო დღეები გაატარეთ მტკვრის პირას და რაღაც უელური რეკლამა რას ეუბნები პენსიონერს ცხოვრების ბოლო დღეებია გაატარა
თქვენი ცხოვრების რაღაც დარჩენილ დღეებს კი არ ამბობენ, მაგრამ მიგანიშნებენ, რომ წამოდი იქიდან აქ ჩამოდი რა, უხეშ სიტყვას არ ვიტყვი. ამიტომ და ხო რა გამოჩნდა ის, რომ ესაო საქართველოს 10 წელიწადში თურმე ეს თავიდან 5 წლიანი პროექტი მე გადაიქცა 6 წლიანად. ახლა კობახიძემ თქვა, რომ 10 წელია შენდებაო. 10 კი არა შენდება. 30 წლიანი დაუმთავრებელი შენებლობა იქნება. იქ რაც ნახატებშია განათებული ბათუმი და ისა ეს პროექტი არასდროს ამ ფორმით არ იქნება. ტყუილი ეს. სერბეთში 30 წლიანი პროექტია ორჯერ პატარა. და ტერიტორიით კიდე 5ჯერ პატარა. იქ 3 მილიარდიან წამბობენ, აქ 6 მილიარდს წამბობენ. სერბეთში 11 წელია მიდის მშენებლობა და 12 მილიონი ევრო, ანუ ნული ფაქტობრივად შევიდა დივიდენდის სახით. და კობახიძე ამბობს, ყოველ წელიწადში საქართველოს 200 მილიონ ლარს შეიტანს დივიდენდის სახით. აბა გამოჩნდება ახლა, რამდენი დივიდენდი იქნება 2025-ში ან 2026-ში. არაფერი არ იქნება. ტყუილია ეს დივიდენდი ნიშნავს მოგების მიღებას და მოგებიდან მერე წილს. მესამედი წილი ჩვენიაო. ჩვენი თუ არის მესამედი წილი? 2/3 რა არის იქაური მხარეს? ნული, ჯერ კაპიტალში ფული არ შეუტანია. ხო და ეს კობახიძე თქვა რომ იქ ხომ უნდა მოაწყონო, მაგალითად გონიოში მარინა უნდა მოაწყონო, აქ პარკი უნდა მოაწყონო, სასუმროები ააშენონო და ამას ხო გაყიდული ფულიდან ვერ გაკეთებენ, ანუ შესაბამისად ინვესტიცია უნდა ჩადონო. ეს არ არის ინვესტიცია. ინვესტიცია არ არის სესხი და ინვესტიცია არ არის რომ გაყიდიან ქართველზე ან თუნდაც რუსზე ან არაბზე იმ მიწას. პირდაპირ უცხოური ინვესტიცია არის სხვა რამე. ფული უნდა მოიტანოს და კაპიტალში უნდა ჩადოს. ან ჩვენი მიწები ეყიდათ მაშინ. და რა გამოდის 10 წლის განმავლობაში 200 მილიონი ხო 2 მილიარდი ლარი შემოვაო. ჯერ როგორი იქნება კურსი 10 წლის შემდეგ მერტმაიცის და 2 მილიარდი ლარი არის დაუშვათ დღევანდელი კურსი 700 მილიონი. 700 მილიონი მიიღებს საქართველოს, როდესაც მან მილიარდის მიწა უკვე ჩაადო კაპიტალში და 10 წლის შემდეგ ამიწის ფასი გაორმაგდება და გარდა ამისა ჩადო უამრავი სახელმწიფო მომსახურება უფასოდ. ანუ რა გამოდის, ჩვენ მიწის ღირებულებასაც კი ვერ ამოვიღებ. ანუ ჩვენ ჩავდეთ მიწა წავა ეხლა ეს იგი ფილმი რომელსაც შვია სადაც ჯერჯერობით კაპიტალში არის ნული და სხვათა შორის სერბეთში სადაც 3 მილიარდ ნახევარი პროექტია კაპიტალში შეიტანა იგრ ფილმის მსგავსმა ორგანიზაციამ მხოლოდ 160 მილიონი ევრო 160 მილიონიდან ნახევარი არის სესხი კიდე. ამიტომ ამ ჩვენი კომპანია ქართული მიწის ზურგმომაგრებული დაივლის ბანკებს ქართულ ბანკებს ამერიკულ ბანკებს უცხოურ ბანკებს აიღებს სესხს ამ სესხით დაიწყებს ბინების შენებლობას, იგივე იახტების რაღაცების ზღაპარია ახლა და იმის აქ კიდე რაღაც ასწავლების შენებლობას და ასევე ჰაერს გაყიდის და შემოტანილი ფულით ის რაღაცა შემოსავალს მიიღებს, თავად არაფერს არ დებს კაპიტალში და ამ შემოსავლის მხოლოდ 1/3-ს აძლევს ოღონდ შემოსავალს კი არა მოგების და მოგება იქნება თუ არ იქნება კაცმარიცის გაიყიდება ეს ყოველთვის 3 მილიონ 3500-ად ის რაფასები იქნება რა აგერ ირანში ერანმა ერთი ბომბი მოახვედრა იმას დუბაის და მოკვდა ტურიზმი ხალხი აქეთ გამოდის და ფაქტობრივად ბაჰრეინში და კატარში დაიკრა მდგომარეობა ვიცით სულ რაღაც ამ 5 სახელმწიფოში 2 ბომბი ჩამოვარდა და ამერიკულ ბაზებს ესროლეს ისიც და მორჩა ამიტომ არავინ არ იცის მოგება ყოველთვის კომერციასთან დაკავშირებული ამიტომ სერბეთში რა ხდება აგერ 3 მილიარდ ნახევრიანი ინვესტიციიდან მილიარდ ნახევარი დაიხარჯა და ბიუჯეტში დივიდენდი, ანუ სახელმწიფოს კუთვნილი წილიდან მიღებული მოგება არის ნული. 12 მილიონი ევრო არაფერი არ არის. საშუალო ზოგადად ჩვენი რკინიგზა რომ არ, რკინიგზა არის გიგანტური ორგანიზაცია, ყველაზე დიდი 1000 კაცი მუშაობს. დივიდენდი არ შეუტანია ბიუჯეტში 20 წელიწადია. ანუ სახელმწიფოს საკუთრება არის შეპესე, სააქციო საზოგადოება, რკინიგზა, რომელსაც ბიუჯეტში მოგებიდან სახელმწიფოს წილი არ შეუტანია 20 წელიწადია ფაქტობრივად. რა რატო? სულ წაგებაზია, ანუ? ხო, ან წაგებაზია, ან აგერ ვალები აიღო 300 მილიონის ობლიგაციები, ევრობონდები გაყიდა, რომ რაღაც რეკონსტრუქცია გააკეთოს და ასე შემდეგ და ფული არ ყოფილის და სესხს იღებს. ამიტომ მე მოგება რაცა აქვს, უნდა ჩააბრუნოს, ან სულ წაგებაზე. დიდი სულ არა, დიდ ხანს წაგებაზე იყო, ვინაიდან ნუ ორჯერ შემცირდა რკინიგზის და იქაც სხვა პრობლემებია, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იმართება და წურბელებივით არიან მედიაშუამავალი კომპანიები ვიცით ეს.
ტრანზიტის საფასურებზე რო არ მუდამ დავა. კი ბატონო, სამოძრავში რო შევაჯამოთ ეს პროექტი იმ ხიზის თემაზე, ხო, ანუ ხელისუფლება ასე უყურებს, რომ რაც არის ხა იქიდან ბანკიდან იქნება რაღაცა იქნება, ეკონომიკური აქტივობა, ფული იხარჯება, ქალაქი აშენდება და რას ერჩით ხა, რა გინდათ ამ პროექტს? ხო, ნებისმიერი აქტივობა, ერთი ჯიხური რო ააშენო. ჯიხური $10,000 ჯიხური ააშენო, ხო? მასაც აქვს პირდაპირ და ირიბი ეფექტი. იქ უშვებს და იქ საშემოსავლო შევა იმ ჯიხურს შუქი უნდა მიაწოდო, შუქის ფულს რო გადაიხდი, იქ რაღაც ენერგეტიკა უნდა განვითარდეს, დღეს გადაიხდი ის ჯიხური მშენებლობის პროცესში რაღაცები, ასე ვთქვათ, სიმდიდრე იქნება და გარდა ამისა, ამის ექსპლუატაციის შესვლის შემდეგ გაზეთის ჯიხური რომ ასე ვთქვათ დადგა, ის გაზეთის ჯიხურის რაღაცა შეიტანა. ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას შეიძლება კონდეს ირიბი ეფექტი, მაგრამ ეს აქტივობა ჩვენ არაფერში არ გვჭირდება. ეს პროგრამა არის უცხოელების საქართველოში დასახლების პროგრამა. თბილისში არ არის, ისე ვიმეორებ, კრწანისში არ არის, იქ არ ზღვა არ არის და არც ტყე არ არის, ტყე-პარკი იყო და εμას გაჩეხავენ და გაანადგურებენ. გონიოში თუ იმ პრინციპით აშენდა, როგორც ახლა ბათუმში შედება სხვადასხვა მაღალი კორპუსები, სადაც სეზონურად ჩამოდიან, მაგრამ არ იქნება ასე, იმიტომ დიდი ქალაქი შენდება. 15,000 ეს მარტო ასე ვთქვათ, ბინა გაიყიდება და იმ 15,000-ში თითო ბინას თითო არის ცხოვრობს თითო ადამიანი. სულ მცირე ორი ადამიანი ხომ იცხოვრებს. 30,000 უკვე ეს არის ხალხურისა და მცხეთას ორი ქალაქი ერთად აღებული. სულ მცირე 30,000 მოსახლეობა გაჩნდება ამ ორ ქალაქში. რამდენი შეიძლება იყოს თავიდან, როდესაც პრეზენტაცია გააკეთა იმ არაბმა ინვესტორმა თქვა, რომ პროპორცია იქნება ასეთი 80-20, 20% იქნებიან ქართველები, 80% იქნებიან უცხოელები, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან, ასე პირდაპირ თქვა, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან და დასახლდებიან აქ და მერე დაიწყეს უკვე სხვანაირი გასწორება. 30% თქვა. 30%, 30,000 არის 9,000. ჯერ სადაა 9,000 ქართველს ამ სიძვირის მინისტრიის ფასი 30% თქვა. 20-21,000 ხომ უცხოელი დასახლდება. რატომ? აგერ უკვე ფინეთში რა ხდება უკვე ბინებს უკუ გამოსყიდვას იწყებს სახელმწიფო, იმის გამო რომ თურმე მთელ ფინეთში სადაც კი პატარა სადმე სამხედრო ობიექტია და იქ ბინამ შენდებოდა მთელი რუსები მიაწყდა. და მე რომ გამოთვალეს ანალიზი გააკეთეს, რატომ მიილტვის რუსები ისეთ ადგილებში, სადაც კორპუსები შენდება სამხედრო ობიექტების გვერდით. და იგივე ფაში უკეთეს ადგილას რატო არ ყიდულობენ? და ეს საგონებელია ევროკავშირი. დიდი ხანია რამდენიმე ქვეყანა საერთოდ რუსებზე ბინების მიყიდვა აგზავნა, იგივე თუნდაც ფინეთში, ბალტიის ქვეყნებში. მაგრამ ეხლა სხვა პროცესი მიდის, სადაც ნაყიდი აქვს, არავინ ექსპროპრიაციას არ მოაწყოს, მაგრამ იმასაც გამოისყიდიან უსაფრთხოების გამო. ჩვენ რაში გვჭირდება საქართველოს, სადაც უზარმაზარი ემიგრაცია, უცხოური დასახლებების გაჩენა. ესეთი ინვესტიცია ქვეყანას არ ჭირდება. მithumetas კრწანისი ხომ საერთოდ განადგურდება ის პარკი, რომელიც ერთადერთი მწვანესი იყო რუსეთსა და თბილისის შორის. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. რომან გოცერიძე იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ლაშა ფარულავი ჩამოგვიერთდება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი შეიტანა ყოფილმა შინაგანსაკუთრებთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ. მოგისმენთ რა შედავება და ასევე ვისაუბრებთ სწორედ ყულების ტერმინალი, როგორ გადარჩა დასანქცირებას. Așa ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, ჩვენი შემდეგი სტუმარი არის ლაშა ფარულავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მოგესალმებით ლაშა. მოგესალმებით ვიესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და სანამ გადავალთ ყულების თემაზე, მანამდე შენი პირადი საკითხი გავარკვიოთ. სასამართლოში გაქვს საქმე ყოფილმა შინაგანსაკუთრებთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გიჩილა, რომელიც არც კი გვახსოვდა უკვე, ხო, შინაგანსაკუთრებთა მინისტრმა. შენ რატომ გაგახსენდა, ანიბას რატომ გაგახსენდი მოგეთ? არ ვიცი, რატო გავახსენდი მართლა მე არ მაგიჩიბლა ესე იგი შენ გაგახსენდა პირველად. მოკლედ მაყურებელს აუხსნათ რაშია საქმე. ალექსანდრე ლექსო ჭიკაიძე, აი ის ადამიანი, რომელიც თალიბანს პიროვნებისგან ვერასხვავებდა, მაგრამ მინისტრობიდან რომ წავიდა, ოლიგარქივით ქონება დააგროვა, ასტრონომიული სისწრაფით იზრდებოდა მისი უძრავი ქონებები და შემოსავლები და ცხადია ჩვენ ლაპარაკობთ კორუფციული ინტერესზე და მათ შორის იმაზე, რომ 2019 წელს, როდესაც ის კონკრეტულ ავიაკომპანიაში ჯეოსკაიში დაინიშნა
და პრეს რელიზიც არსებობს ამასთან დაკავშირებით მედიაში, რომ აი რაღაცა ამ კომპანიაში ფუნდამენტური ესე რომ ვთქვათ, ცვლილებები იგეგმებოდა და გარდამტეხი მომენტი იყო იქ ლექსო ჭიკაიძის მისვლა, ვინაიდან ეს კომპანია მანამდე ვერტფრენებს, საჰაერო აპარატებს ფლობდა. აი ლექსო ჭიკაიძის მისვლის შემდეგ გაუჩნდა ბოინგის ტიპის საფრენის საშუალებები, საჰაერო ხომალდები, შემოსავლები, აი კოლოსალურად გაიზარდა და ჩვენ ვსვავდით მარტივ კითხვას, საიდან წარმომავლობა ამ ქონების, რომელიც დააგროვა ლექსო ჭიკაიძემ, უძრავი ქონებები, შემოსავლები, წილები ბიზნესში და მათ შორის ხომ არ იყო კავშირი კოლ-ცენტრებთან და იყო რამოდენიმე სიუჟეტი, მათ შორის ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების ფარველობაში და მათ შორის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაში ლექსო ჭიკაიძის გვარი ფიგურირებდა, მას ჰქონდა დიდძალი შემოსავლები აი ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის სქემიდან და ხორა ბანდებდა ამ ფულს კონკრეტულ კომპანიაში და იყო თუ არა ეს კომპანია ჯეოსკაი. ჩვენ ამ შეკითხვას როგორც გონიურულ ვარაუდს როგორც кейს საზოგადოებას ხვდებოდი და მათ შორის მოვითხოვდით გამოძიებას. ეს არის 2022 წელი, 2023 წელი. ამაზე ვსაუბრობდი მუდმივად, იმიტომ რომ ღარიბაშვილი მაშინ იყო პრემიერ-მინისტრი. თუ შენ ახლა კარგად იცი, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო ღარიბაშვილი, ჩვენ მაშინ ვლაპარაკობდით მის კორუფციულ ინტერესებზე, მის კლახულ კლანზე, მათ შორის ჭიკაიძეზე, რომ კი ამ ადამიანებმა დააგროვეს დიდძალი ქონება და ამ ქონების წარმომავლობა იყო დაუსაბუთებელი. და კი, ამას სჭირდებოდა გამოძიება. თუმცა ჩვენ გამოძიების ნაცვლად მივიღეთ 2026 წელს 3 წლის შემდეგ სამოქალაქო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ, ვინაიდან 2025 წლის დეკემბერში აი ამ ვიდეო ჩანაწერების მასალები შეაერთა დროებამ და მიმოიხილა ირაკლი ღარიბაშვილის კლანი ლექსო ჭიკაიძე და მასთან დაკავშირებით. არა, რატო გამიჩალიჩა? კაცო, ეს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია იყო. ხო, პირიქით, მე პირიქით ჩემთვის ძალიან ესე რომ ვთქვათ, საწყენია და სიმბოლურიცაა, რომ ჩემთან ერთად ტელეკომპანია ფორმულა დროების წამყვანები გიორგი თარგამაძე და ნათია ტრაპაიძე გახდნენ იმ სასამართლოს დევნის ობიექტები, რომელიც გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად კრიტიკული ხმის ჩასახშობად. და კი, გასაგებია ჩემთან დაკავშირებით, რატომ მიჩივლა, მე მაქვს ჩემი დასაბუთება, ეხლა გეტყვი, რომ ამ კომპანიას აღარ უნდა კონდეს კავშირი ლექსო ჭიკაიძესთან და ღარიბაშვილთან. ამ სარჩელში არის მათ შორის პროკურატურის წერილი, რომ მათ ბრალი არ აქვს წაყენებული, თუმცა ჩემი ინფორმაციით ფინანსურ პოლიციაში და სუშიც მიმდინარეობს მოკვლევა მათ საქმიანობასთან დაკავშირებით და ეხა ეშინია დღელავენ და ღარიბაშვილთან კავშირი მათთვის არის როგორც დამოკლე მსმახული და როდის დაეცემათ არ იციან. მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილებაა, მათ მიიღეს, მე არასოდეს ჩემთვის არ ყოფილა სამიზნე კონკრეტული ავიაკომპანია, პირიქით ყოველთვის მათ გარემოს გაუმჯობესებაზე ვსაუბრობდი, მაგრამ ფაქტია, რომ ლექსო ჭიკაიძე მათ აიყვანეს, ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ იზრდება მათი შემოსავლები, იზრდება მათ შორის საჰაერო ბორტები და სხვა კატეგორიაში გადავიდა ეს კომპანია და კი ეს არის ლოგიკური ძალიან სამართლიანი შეკითხვები სავარაუდო კორუფციულ ინტერესებთან დაკავშირებით. ამას ვსვავდი ამ შეკითხვებს 2023 წელს, როცა ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ეხა ყველა გამოხდება ხოლმე და ლაპარაკობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციული ინტერესი. როცა მას ჰქონდა ძალაუფლება, როცა ის იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ ვსაუბრობდი და არა ეხლა. ის კაცი ციხეშია, კი, გასაგებია, მასაც არ აქვს სამართლიანი სასამართლო, მისი ნებით არის იქ და ხელი მოაწერა და აღიარა, რომ კი არის ფულის გათეთრებაში არის ბრალდებული და ეს აღიარა. არა მარტო ბრალდებულია, კი აღიარა ეს დანაშაული და მისი გარემოცვა ყველა არის დაკავშირებული კონკრეტულ კორუფციულ ფაქტებთან და იმ გარემოებებთან, რომ როგორ შეიძლება ასტრონომიური სიჩქარით იზრდებოდეს ყოფილი მინისტრის ქონება, რომელიც მართლა ეხლა ინტელექტზე როცა ვლაპარაკობთ რაღაც აკადემიურობაზე, ადამიანი თალიბანს პიროვნებისგან ვერ ასხვავებდა, მაგრამ როგორც კი წავიდა მინისტრის პორტფელი დატოვა,
იზრდება მისი ქონება ოლიგარქივით, აი რუსეთში ხდება ეგრე რომ მიდიან თანამდებობიდან და ოლიგარქები ხდებიან. და ეს ზუსტად ლექსო ჭიკაიძე მინი ოლიგარქი გახდა საქართველოში. ასტრონომიური სიჩქარით დააგროვა ქონება, წილები, მათ შორის ჯეოსკაიშიც თანამდებობა მიიღო და ეხლა ის თანამდებობა ჩვენ ხო კარგად ვიცით, ეხლა არ ხდება, ხო? არ არსებობს თავისუფალი ბიზნესი. ბიზნესი ყოველთვის გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ იმიტომ იღებს, რომ კი რაღაცა ძიმე სპირალში იმყოფება. ამიტომ ეს მცდელობა ჯეოსკაის არის ესე რომ ვთქვა მომჩივანი, პირველი არის ლექსო ჭიკაიძე, შემდეგ ჯეოსკაი. გასაგებია, ეს ჯგუფი არის კახურ კლანთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ასოცირებული. და კი, პრობლემაა მათთვის, არიან ამ სპირალში, ვეღარ გაიქცევია ამ ყველაფერს და ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსი, მე რა უნდა ვთქვა, რომ მათ აი ამ ეს ფაქტი პირველად გაახმაურა TV კომპანია TV პირველმა. და TV პირველმა, როდესაც თქვა ჭიკაიძის მონაწილეობაზე და ფარველობაზე კოლ-ცენტრების, სასამართლოში უჩივლეს და კი დადასტურდა, რომ აი ეს წილისწამებლები იყვნენ TV კომპანია პირველი, მაგრამ რა კონოტაციითაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, მათ შორის ჭიკაიძე, ანუ ეს სქემა რომ მუშაობდა და ეს ხალხი იყო ჩართული, დაადასტურა რამოდენიმე თვის წინ თავად სუსმა, რომ კი კოლ-ცენტრებს ფარველობდა ლილუაშვილი. ამან დიქოტომიურად ამოატრიალა ყველა ის საქმე, რომელთა დაკავშირებითაც საქალაქო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეება გადაწყვეტილებები მიიღეს. ანუ დადასტურდა, რომ კოლ-ცენტრები საქართველოში იყო, დადასტურდა, რომ სუსი მფარველობდა, დადასტურდა, რომ ღარიბაშვილი და მისი კლანი ამაში იყო ჩართული და სარგებელს იღებდა. აბა საიდან ამდენი შემოსავლელი, საიდან ოქროს ზოდები, საიდან ის რომ ჩვენთან ამოქალაქეებს ეუბნებიან, რომ 255 ლარი უნდა იმყოფინოთ ყოველ თვეო და თვითონ ყავაზე დასახარჯად ჰქონდათ 6 მილიონი სახლში, მუთაკაში. აი ამ პირობებში ცხოვრობდა მე, რომელიც ფაქტიურად ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემს კოლეგებთან ერთად დისიდენტებად ვიქეცით, იმიტომ რომ არა პარტია, არა არსად მონაწილეობას, არანაირი დაფინანსება, ხო? ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის ჩვენი სურვილი, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილება აღდგეს და ამას ვაკეთებთ სრულიად უანგაროდ და ამას ვაკეთებთ ჩვენი ფიზიკური გამძლეობის ხარჯზე, მერაბ. და ეს კორუმპირებული მე მეუბნება, რომ 50,000 უნდა გადამიხადო. ეს კორუმპირებული ეუბნება ფორმულას, რომ 50,000 უნდა გადაიხადოს იმ არხმა, სადაც ჟურნალისტები სრულიად უფასოდ ემსახურებიან საზოგადოებრივ ინტერესს, იმიტომ რომ იცავენ თავიანთ გარემოს და იცავენ ტელეკომპანიას კბილებით უჭირავთ, იმიტომ რომ შენ კარგად იცი, არანაირი რეკლამა, არანაირი შემოსავალი არ არის და ყოველდღიურად კი ახალი რეპრესიული კანონმდებლობა იქნება იმ არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელზეც ახლა თუ იტყვი არალეგიტიმური ციხეში გიშვებთ. აი ეს სიგიჟეც მოიგონეს. ამიტომ გასაგებია, კაცი რომელიც არის კორუფციაში ბრალდებული, კაცი რომელმაც დაუსაბუთებლად დააგროვა ქონება, მე მეუბნება რომ 50,000 მოიტანეო. ეუბნება ტელეკომპანია ფორმულას, ეუბნება ჟურნალისტებს, რომლებმაც თავისი საქმიანობით დაადასტურეს კი რომ ამ ქვეყანაში არის კორუფცია და კორუფციის სისტემის მთავარი შემოქმედი არის ბიძინა ივანიშვილი. ის არის მთავარი ბენეფიციარი ამ ყველაფრის. მან შექმნა ეს სისტემა და მან გაუშვა ის ხალხი ციხეში და კი ლექსო ჭიკაიძეზე ამბობენ რომ გაქცეულიაო. თუ არ არის გაქცეული, აი რამოდენიმე დღეში მივალ მის სასახლესთან, საგურამოში რო ააშენა. საიდან აქვს ამდენი საქართველოში არ არის? ხო, ასე ამბობენ რომ ხო, მე მივალ და ვაჩვენებ რა სასახლეებში, როგორ სასახლეებში ცხოვრობენ. ის ადამიანები, რომლებიც თქვენ კი არ გემსახურებოდნენ, აი ლექსო ჭიკაიძე, ვინ არის იცით? გარდა იმისა, რომ თალიბანი ვერ გაარჩია პიროვნებისგან, სწორედ მის დროს დაბრუნდა ქუჩაში ნარკოტიკი, სწორედ მის დროს დაბრუნდა კრიმინალი ქუჩაში, კი მის დროს დაბრუნდა ორგანიზებული დანაშაული, კი ისინი იყვნენ, ვინც ხელს უწყობდა, ვინც ყველანაირად ლოიალური იყო აი ამ ქურდული სამყაროს მიმართ. კი აი მათი შემოქმედებაა ის, რომ დღეს საქალაქო სასამართლოსთან ორი კლანი ერთმანეთს ისე უპირისპირდება, პოლიცია გამშველებლად რო ყავთ. კი აი ეს ადამიანები არიან ამაზე პასუხისმგებელები, თუმცა მთავარი პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ბიძინა ივანიშვილი, ის არის მთავარი ბენეფიციარი ამ სისტემის. მას უნდა რომ ეს ქვეყანა იყოს მისი პირადი შეფესე და სამწუხაროდ მივედით იქამდე, რომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ აი მაღალ ფასებზე, სოციალურ სიდუხჭირებზე, პრობლემებზე, ვლაპარაკობთ და ცინიკურად იქიდან გველაპარაკებიან, რომ მაღალ ფასებთან დაკავშირებით კომისიებს შექმნიდნენ. ამასობაში ყოველდღიურად ზვირდება ცხოვრება. გავიგეთ, რომ საწვავზე 20 თეთრით ფაქტიურად 20 თეთრით გაიზარდა კიდე დამატებით ღირებულება, ტარიფი და ჩუმად არიან, აგრძელებენ ეს აი
ესე ფარისევლურად აგრძელებენ ისევ იმ კომისიებზე, იმიტომ რომ დანამატებს მიიღებენ იქიდან. კი უფრო მეტ ფულს ამოიღებენ ჩვენი ჯიბიდან და ხალხს რა, ხალხს არაფერი. 1000-ობით ლარით, ანუ 13900, 14500, 16500-მდე აქვთ. პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის წევრებს ხელფასი და თქვენი ხელფასი და მათ შორის ხო ძალიან დაბალი ხელფასებია და მათ შორის აი პენსია 3 წელი რომ ადამიანი იღებს პენსიას, ის არის 1 თვის პარლამენტარის ხელფასი. აი ამ ქვეყანაში ცხოვრობთ. ანუ ნახეთ ჩვენი მშობლები, წესიერი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი ადამიანები, თავის შრომით რომ ამ ქვეყანაში რაღაცას ქმნიდნენ, აკეთებდნენ და ეროელოდებიან ყოველ თვის ბოლოს პენსიის ჩარიცხვას, აი 3 წელი რამდენიც უნდა აიღონ პენსიის სახით, კი, ის არის 1 დეპუტატის, აი ზარქუას ხელფასი. ზარქუას 1 თვის ხელფასი არის პენსიონერის 3 წლის პენსია და ესენი გველაპარაკებიან რომ ეკონომიკა იზრდება, ესენი გველაპარაკებიან რომ კი კორუფციას ებრძვიან და ამ დროს ეს ჭიკაიძე, აი კორუფციული მოვლენა ღარიბაშვილთან ერთად მე მეუბნება კაცმა, რომელმაც ასტრონომიული სიჩქარით წილები გუძრავი ქონება და კომპანიაში კაც ბოინგის პროკურატურა თუ დაგეხმარება ღარიბაშვილები თუ დაიჭერს. არა, აი ხო, ერთი სიმბოლურია რომ ლილუაშვილმა გვიჩიულა და მე არავის ციხეში ყოფნა, ანუ მართლა მე არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია. მათაც ყავთ შვილები და ყველა შვილს ყავდეს მშობელის სახლში, მაგრამ თავიანთი გადაწყვეტილებებია ეს. თვითონ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თვითონ გაყოლიფეს ხალხი, თვითონ გაქურდეს სახელმწიფო და კი იქ არიან მათ შორის ივანიშვილის სამართლის დანახმად, იმიტომ რომ სასამართლო არ აქვს. აი ივანიშვილს რო აქვს ეს თავისი რაღაც ტრიბიალური სამართალი. თვითონ რო იღებს გადაწყვეტილებებს, კი აი მაგ გადაწყვეტილებებს მოხდა ციხეში და ლილუაშვილი გვიჩიოდა და არის ციხეში, მამაცაშვილი გაქცეულია, თქვენ ჩემზე კარგად იცის რომ ქვეყანაში არ ჩამოდის და ივანიშვილი ემუქრება რომ თუ დაადგავს აქ ფეხს და იჭერს საკუთარ საყვარელ დეიდაშვილს. ხო და აი ხო, გასაგებია. კი, ეს ადამიანები საკუთარ ლიდერი ხო არის, საკუთარ ლიდერსაც კი პატივს არცემდნენ. რა მოქალაქეზე ვლაპარაკობ და რა ხალხთან. ბოლოს მინდა მოვასწრო ყულევზეც, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩვენ სიყავით საუბრობდი ხო, რომ ყულევში რაღაც ხდება უკანონო, მაგრამ აი ხელისუფლება ამბობს, ვახედავთ, ადასტურდა რომ ყველაფერი ტყუილი იყო. აი ხა, მაგრამ არ დაგვასაცილებს. ბატონო რომანმა პირველ ნაწილში კი ახსნა ვრცლად, მაგრამ შენი ვერსიაც გითხარ. ძალიან მარტივად ახსნა. ყულევის ნავსადგური წლებია ოპერირებს საქართველოში და ის არის სოკარის ფლობელობაში. არასოდეს პრობლემა არ ქონდა. არასოდეს არ მოხვედრილა საერთაშორისო რაღაც კორუფციულ სკანდალში და მით უმეტეს სასანქციო აი რაღაც განხილვებში. როდის დაიწყო ეს ყველაფერი? როდესაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულად ეკონომიკის მინისტრმა, ყოფილმა მინისტრმა ბატონმა დავითაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შესაბამისი ლიცენზიები, ნებართვები მისცეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ყულევში. და დაიწყო იქ აი ამ ქარხნის მშენებლობა. ოღონდ ეს ფიქტიური მშენებლობა, იქ არაფერი არ მუშაობს. არანაირი ქარხანა არ არსებობს. და ქარხანა რომელიც არ არსებობს, მე 60 მილიონის, ან თვეში 60 მილიონის ნავთობ პროდუქტს აგზავნის ევროპაში. საბოლოო ჯამში დადასტურდა, რომ ეს არის რუსული სანქცირებული. ხო და არაო, აგერ გამოგვიგზავნა ევროკავშირმა. ანუ არის ნავსადგური ცალკე, ქარხანა ცალკე და ნავსადგური, რა თქმა უნდა, ეს მთავრობებს შორის შეთანხმება არსებობდა, გადიოდა საქართველოსთან და აი ამ ნავსადგურს, აი ამ ქარხნის გამო შეექმნა პრობლემა. ეხლა რა მოხდა? მოხდა ის, რომ სავარაუდოდ ამ ქარხანაზე უთხრეს, რომ თუ ეს გააგრძელებს რუსული საწვავის გადაზიდვას, აი ამ ჩრდილოვანი ფლოტის დახმარებით, რა ჩრდილოვანი ფლოტი რა სქემასაც იყენებს, იგივე სქემას იყენებდა. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, წერია კიდევაც ევროკომისიის და სტრუქტურების ამათ შორის პრეს-რელიზშიც, რომ კი, თუ იგივე განმეორდება და საფრთხე რეალური იქნება, სასანქციო ობიექტი გახდება ყულევის ნავსადგური. ამ შემთხვევაში ჩვენ საბაზისო ინფრასტრუქტურაზე უფრო მეტი იმუშავა, უფრო მეტი ფაქტები და მტკიცებულებები გაუზიარა ევროპელ პარტნიორებს, აზერბაიჯანის მთავრობამ და კომპანია სოკარმა, ვიდრე ქართულმა მხარემ. რატო? იმიტომ რომ ქართულმა მხარემ თვითონ შექმნა ეს კოლიზია, თვითონ შექმნა ეს პრობლემა, თვითონ წამოიწყო ეს თაღლითური სქემა და ყველაზე ნიშანდობლივი რა არის, მერაბ.
ნებართვა გასცა ეკონომიკის მინისტრმა დავითაშვილმა მოხსნეს და დაინიშნა აქ. აი ამ ქარხანაში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. აი წარმოიდგინეთ, შეხარ მინისტრი, გაეცი კომპანიაზე ნებართვა და შემდეგ იმ კომპანიაში ინიშნები მაღალ თანამდებობაზე. ამაზე მეტი კორუფცია რა არის? ამაზე მეტი ინტერესთა შეუთავსებლობა რა არის? თაღლითობა მეტი რა არის თუ არა ეს, როდესაც მინისტრი გასცემს ნებართვას, შემდეგ ამავე კომპანიაში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ხდება. ეს ყველაფერი უკავშირდება სკანდალს. სასანქციო ობიექტში ხდება საბაზისო ინფრასტრუქტურა, ჩვენი და არა მარტო ჩვენი, მთელი რეგიონის. და ამ პრობლემას აგვარებს არა ქართული მხარე, არამედ აზერბაიჯანი და ქართული მხარე აკეთებს იმარეს ყველას დააუწყდა. მივიღეთო თქვენგანო პირობა ყველას დააუწყდა, კი მიიღეს სავარაუდოდ მიიღეს დავითაშვილის გამოკითხვის ოქმი გააგზავნეს ევროსტრუქტურებში. იმიტომ რომ დავითაშვილი ფიგურირებს, რომელმაც ნებართვა გასცა ამ ქარხანაზე და რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამ ეგრეთ წოდებული ფიქტიური ქარხნის. აი ეს არის რეალობა. კი, მომცენ, ერთი თვე მომცენ ამის გამოსაძიებლად და ფაქტებს დავდებ და მტკიცებულებს. რა თქმა უნდა, ამას ლაპარაკი. ჩვენ კანონიცა გვაქვს საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ და კრძალავს ესეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, მაგრამ საერთოდ ადარდებს ქართული სახელმწიფო? კი, მათი შემოსავლის წყარო იყო, კი, მათი პარტიული ყულაბა ივსება ამ თაღლითური კორუფციული სქემებით, რომელიც ამავდროულად საქართველოს ეჭვის ქვეშაყენებს და რისკის ქვეშაყენებს, მათ შორის ჩვენს საბაზისო ინფრასტრუქტურას და ეროვნული ინტერესი ამათ არ აინტერესებს. ამ აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ჯიბე და ყულევი, ამის ნათელი მაგალითია მე. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ლაშა ფარულავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო ჩვენი სტუმარი. მე გემშვიდობებით 1 საათი 9:00 დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე.